გამარჯობა მეგობრებო, ეს არის მანდის აღუძვრელი პოდკასტი, რომელიც იწერება პოდკასტ Point-ში. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ილო ბეროშვილი, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება ნამდვილად. გამარჯობა ილო და სანამ ილოსთან გადავალ აქვე აუცილებლად გეტყვით, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ და აკომენტაროთ და თუ მოგეწონებათ ჩემი პოდკასტი, შეგიძლიათ მხარი დამიჭიროთ, დონაციის ლინკი აღწერაშია და ასე დამიდექით გვერდში. ყველას წინასწარ დიდი მადლობა. ილო, რა შვები, როგორ ხარ? ხო ხარ კარგად. პირველ რიგში მე მინდა თქვენ მაყურებელს მივესალმო, მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი პატივია ყოფნა. ძლივს რაღაცა ქართულ სუფრაზე არის, ძალიან მახარებს და შენც დიდებული ასული ჩანხარ და მე. რავი, კარგად ვარ რა. კარგად ვარ და მიხარია რომ აქ ვარ, იმიტომ რომ რაც კი კვებასთან არის დაკავშირებული, ჩემთვის ყოველთვის არის არა მარტო გემრიელი, არამედ ძალიან საინტერესო. ლიმონათიც ხო გინდა? ყველაფერი მინდა მე ახლა, ისეთი ცხოვრება მოვიდა. არაფერზე არ ეთყუას. აქ ლემივით უნდა დაიგროვოს წინასწარ საჭმელი, რომ მე გაიყოლო და დიდხანს აღარ ჭამო მე. ჰა? არა, მართლაც აკლემები იგროვებენ. ერთხელ მამაჩემი მივიდა, ერთი ნანადარეიშვილი იყო და გარდაეცვალა მამა თუ რაღაცა და ეს სპირალიანი ფეჩები რო იყო, ხო 90-იან წლებში იმასთან სხედან და ეს კალი და ჩავიდა მამაჩემი ჩავიდა და მიიღო. ბრატა გემართა მოგოდა და ეს ხედან და მამაჩემი დგას და აბა და ამ იმასთან არიან და აი როგორ განცხრა ექსტაზია რა კაი და ეცელა მოგონდა და უცებ შეხედავს ამ იმას რა ქვია ამ სპირალიან ფეჩს რა აბა გასა და რაჭერს კაცო ამას სუხრება უცებ აი ჩაქრა იმას კონტაქტის პრობლემა რაჭერს აღარ გავიგე კაცო ესე დღეში შვეჭერ ინტება მე ქრება ნახე ერთი შანასმა და უცებ კივილს და შეხედე ხა არ არის ეს კაცი გასალაყი ვინცეს მომცა ვაიმე და აი მენა იმერულ ესკიზებში რა ხო იცი ქათმებს დაუყარე საკე დედა ხო აი ბაზარი ორა კაცი ეგ ბაზარია ზუსტად partido las siembres medio hombre აი კიდე სადმე ჩინეთში მინდა რომ ჭამო მათი სუნელები სასწაულია სიჩუანის პროვინციაში იცი რა სუნელებია აი იქაური სამეგრელოა რა არ ხარ ნამყოფი არა და მომიწევს ალბათ მალე ჩინეთის გარტყმული მოსედვარ წავთ ხო თან უიზო გვაქვს ხო და წადი სიჩუანის პროვინციაში იქაური ლაფშა ჩილის ზეთით და ხორცი და აი რა ანუ კარო ისლამური ისე ჩინეთში როგორც რაღაცა ნაწილი აღმოსავლეთ ჩინეთი მეგონი არის მუსულმანი რა იქაური ლაფშა იქაური კერძების სხვა პონტია სიჩუანი უფრო დასავლეთის სამარგალიოს პონტში აქვს კაროჩი იქაც რეებია იცი რო შეხვალ შე რესტორანში აი იქვე რო თუხთუხებს და იქ სამი ჩილი თუ ახატია რომ აი პიზდესი სიცხარე რო აქვს და ნუ აი გემოების ზეიმია ოღონდ აი რამდენაირი გინდა და ნუ რა კერძები ჯერ აქ როგორი გემრიელი ხანდახან იქ წარმოიდგინე ხა პროსტა რა დონეზე იქაური ტიპები ხო არა უცებ აკეთებენ შეშოსოთა ჩიჩი ვაჩაშა ხო ხტები და აკეთებენ ამას თელი ამ გულით ჩიშ ჭამაშასა და მე ჭამ იცი რა არის პროსტა და აქვე მინდა გითხრა ძალიან მიხარია რომ დღევანდელ ჩემ პოდკასტს უკვე ყავს სპონსორი მე და ფიზი ჯორჯია დავმეგობრდით და ნახე თუ გიყვარს გაზიანის სასმელი და გინდა რომ ჯანსაღად მიირთვა ფიზი დაგეხმარება ამაში აი ამ დანადგარში რომ აწყია წყალი და შეგიძლია წამებში ეს წყალი გაზიანი გახადო მოყვება სიროფები ფიზიკის გაკვეთილზე მეტყვი ხო და ჩავატარებთ ახლა შენს გაგაკეთებინებ ლიმონადს მოყვება სიროფები დაახლოებით 35-მდე არომატი აქვს და არის ფიზიკის რაშუაში ქიმიის კაცო ხო ქიმიის ხო ქიმიის ეს ტოპინგები არის ხო ბევრი სიროფი მოყვება იქ არის პინაკოლადა ნაღები შოკოლადით ატამი ნუ ძალიან ბევრი რომელსაც გაურევთ და ხდება ჩვეულებრივ ლიმონადი მით უმეტეს არის თან ძალიან ნატურალური იქნება სახლში მომზადებული მეგობრებს რო დაუმზადო ძალიან მარტივად შეგიძლია ბავშვებისთვისაც კაი იქნება თან გასართობი არა ლიმონათი ხوارგინა გაგიკეთო ხო აბა ხო და აი ესე შეგვიძლია დავაჭიროთ ხელი და თან დავგაზოთ და მე შევარჩიოთ სიროფი შენ უფრო მომჟაო გემოები გიყვარს თუ მე აი მაგალითად მიყვარს ბროწეულის კი თუმცა ლიმონათებიდან ახლა ესე ბევრი მიყვარს მაგრამ ალბათ საბოლოოდ მაინც ნაღები არის ჩემთვის ყველა საყვარელი და მსხალი კლასიკა. კი, შეგვიძლია შევიძინოთ მათ Facebook ვერზე, ფიზი ჯორჯიაზე და ონლაინ მიწერთ, მოგიტანენ ან დაურეკავთ და ესე მარტივად მოგებსახურებიან. დაუგაზოთ. მიდი, ჩააჭირე შენ ახლა ესე. შემილია? კი, მიდი.
ორჯერ თუ ერთხელ? ჯერ ერთხელ ჩააჭირე. ნახე. ორღადო. და ეხლა ბიჭო. ამას ეხა ამოვიღე. შემიძლია უკვე თამამად თქვა რომ ცხოვრებაში ერთხელ ლიმონათი გაკეთებული მაქვს. კი, და აი ესე უნდა ავანჭრიოთ. ვა. და ნახე, უკვე არის გაზიანი. ვარენ. ესე იგი არის პინა კოლადა, ერთი არის ლიმონი, ლაიმი, მინტი, ნაღები შოკოლადი, აი გმინდა მე. ეს გიდა? ნაღები შოკოლადი. Bueno. შენ გიყვარს გაზიანი სასმელები? კი. მოდი ესე აურევ. ასე ჩამოვსხათ. რაღაც კერძებთან ძალიან კაია. აბა, განსხვავებულითა. და ეხლა ასე მტერი დაგვიწყო. ნელა გახსენი? აუ ეს ხმა. აი. აუ რა თერაპია, ხო არ გადავა. დიშუშხუნოთ. აუ რა სიმშვიდე შეიძლება ცოტა. აუ ეს მე მგონი ორმაგი დანიშნულებაა, კამას ჯერ ამას მოусმენ. მენტალური. რაღაცა მგონია რომ არის YouTube-ზე იქნება ამის. You want to drink same time and doing tai chi? გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ძალიან გემრიელია. აუ რა კაია. ძალიან ხო კაია. მე არ ველოდი ეგეთ კარგს, იცი? და თან აი ცივი ლიმონათი. აუ ძალიან. ძველი გემო წამოიღო რაღაცა, ხო? კი. ხომ მგონია რომ ფენოვანი ჭამა. რაც შეეხება ჭამას მას, ყბებას, სამზარეულოს, შენ როგორც ვიცი, თან გეხერხება, ხო? მზარეულობა და ხო, იცი როგორ დაიწყო, ოღონდ ეგ ამბავი? ხო. ეგ ამბავი დაიწყო ესე რომ მაშინ პირველი შვილი ყავდა, მეორეჯერ არ მყავდა, ხო, სესილი იყო ძალიან პატარა რაღაცა 2 წლის იყო თუ 1 წლის და უფრო მიწევდა სახლში ყოფნა და ერთხელაც ვიფიქრე რომ აი მეთქი რაღაცა ისე იყო რა კვერცხი იყო, აი ხახვი რო გაქვს და ცოტა პამიდორი თუ რაღაცა და ნუ ახლა ბანალურად სულ მიდიოდი ერთი რაღაცისკენ და მე უცებ ვიფიქრე ეგეთი რამე რომ მეთქი იქნებ მოდი ახლა დავგუგლავ მეთქი რა, ოღონდ ეს არის 15 წლის წინ რა ამბავი. დავგუგლავ მეთქი და რა ვარიანტები შეიძლება ამოაგდოს მაგალითად აი კვერცხი, სტაფილო და რაღაცა მწვანილი გაქა და აი რამდენი ვარიაცია შეიძლება არსებობდეს მეთქი რა ჯერ მაგან დამაინტერესა და ეგ ვქენი და იმდენი ვარიანტი ამოაგდო რომ ხო მეთქი ვა ამდენიც არ მეგონა მეთქი თუ იყო შესაძლებელი და მე უკვე ეს მუღამი დამეწყო რომ აი პირველად დავიწყე რო კვერცხის მუღამით კეთება არა მარტო იმიტომ რომ ჭამო არამედ იმიტომ რომ თვითონ პროცესითაც ისიამოვნო რა და მე უკვე დავიწყე და ერთხელ დასერჩე ორი და მე უკვე მუღამები რაღაცა ლეველებად არის რა ჯერ ამ ლეველის საჭმელებს აკეთებ მე გინდა ის გააკეთო მე უკვე გინდა რომ რაღაცა ქათამი არაჟნით შამპინიონებით აკეთო თუ რაღაცა მე გინდა რომ მეგობრებს გაუკეთო მე ტაფაზე სტეიკის იმას სწავლობ და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნელ-ნელა ადიხარ ის უკვე კარამელიზაცია რა ანუ როცა უკვე მაგალითად ცოტა აღმოსავლურ სტილში კერძებს აკეთებ აი ნახევრად მოტკბო მომჟაო რაღაცა მოტკბო მოცხარო გესმის და აი მანდ უკვე ისეთი ეგ როგორ დავამუღამე რაღაცა მამალუში არ უნდა გადაგივიდეს მოკლედ რა არა ნუ ბოლომდე ვერც დავამუღამე იმიტომ რომ ყველაფერი ხო პრაქტიკაა და სწავლა პრაქტიკაში რამდენიმეჯერ რა თქმა უნდა გამიბუჟდა და მამალოს დამწვარი მამალოსის ქონდა ანუ დამეწვა რა ვერ გავთვალე ვერც ტემპერატურა და ვერც ხანგრძლივობა მაგრამ მე ხო 1-2 ჯერ გამომივიდა და ეხა თან ეხა ჩემთვის კულინარია ძალიან ისეთია საინტერესო იმიტომ რომ ნახევარად რომ ჩერქეზი ვარ ჩერქეზეთში აბსოლუტურად რა თქმა უნდა საერთოდ ბევრი კახა ღომი აქვს მაგალითად იქ რა კი ეძახი პასტას ეძახია იცი ღომის გაკეთება შენ არა ესე არ გამიკეთებია ღომი პასტა ჩვენთან სამეგრელოში ხა ღომი ხო ნუ ეხა ცოლი მეგრელი მყავს ხოროწყუდან ეხა ხო და როგორი პონტი იცი რომ ანუ თვითონ იმათაც აქვს პასტას ეძახიან და შიპსი. ეს არის ნაციონალური მათი საჭმელი რა, როგორც ჩვენთან ბაჟია. ოღონ იქ როგორ არის, იცი რომ ეს შიპსი ღომთან ერთად ძალიან უხდება რა და უნდა იყოს ინდაურის ხორცით, როგორც ბაჟიშია. ინდაურის ხორცი თუ საცივში აღარ მახსოვს, რომელშია ინდაურის ხორცი კაცო? აუცილებელი. ხო, ნუ მოკლედ. და რა ქვია? ნუ გააჩნია ბაჟიშის. იქაც აუცილებელია რომ იყოს ინდაურის ხორცი ძალიან პოპულარულია. ინდაურის ხორცი უნდა იყოს შიგნით, ოღონდ აქ პაპრიკა, ბევრი და ფერიც აქვს ისეთი რა, რაღაცა აგურის ფერი ის არის რა, ფერი და თავიდან არის თხელი, მაგრამ რაც უფრო მცივდება, რა თქმა უნდა, უფრო იდეალურ ტემპერატურას რო დაიჭერ და ის რო ექნება, რა ქვია, ისეთ იმაზე სისქეზე რო დადგება, რომელიც აი ძალიან მოუხდება ხომს, არის უგემრიელესი რაღაცა პატარა სიცხარეც დაყვება, ესე ღომი შეგიძლია პირდაპირ ადგილში ჩააწო. უგემრიელესია და თვითონ სხვა კერძები ძალიან კარგები აქვს რა განსაკუთრებით კიდე ტკბილეულები შალიამა არის ეგეთი ფუნთუშაა ძალიან გემრიელი თვითონ ჩერქეზული პური ძალიან გემრიელია გავს ძალიან იმას ინდური ნანებს რო ეძახიან რა
ეგეც ძალიან გემრიელია და ნუ ხო რა. მე როგორც გამიგია, აი ჩერქეზულ კერძებში ძალიან ხშირად გამოიყენება ნიგოზი და ნიგზიანი იქაც არის შიფშიც არის და რაღაცა ხაჭაპურის მსგავსი ხო, კერძიც კი, არსებობს ხოთაშორის კიდე ეგეთი აი ჩერქეზული ყველის ჯიში მაგალითად და ჩერქეზული ყველი ძალიან გემრიელია შებოლილი ვერსიაც და შეუბოლოვი ვერსიაც რა. მე ხა სხვა ყველები უფრო მომწონს. მაგალითად სულგური მირჩევნია ჩერქეზულ ყველს, მაგრამ ხვდები რომ ისიც ძალიან არომატულია, უბრალოდ გემოვნების საკითხი არის რა. მე ყოველ შემთხვევაში ქართული სამზარეულო მარტო იმიტომ კერმობს რომ ქართველი ვარ, რომ მე თვითონ აი ეგეთ სტილში მიყვარს რა, საჭმელები ხო ხვდები, ხა აი პრინციპში შემიძლია თქვა რომ ყველა უთხის და ყველა იმისა, ძალიან მიყვარს ინდური საჭმელი. ძალიან butter chicken. Oh, you have to taste it in Mumbai, it's a different taste. Okay? You have to do with your kindness and a heart. When you're doing your food, you have put your passion. ეხა ამაზე იცი ვინგა რა გამახსენდა ერთი კითხვა მაქვს აი ინდოელი კურიერი თუ მოგვსვლია შენთან სახლში და თუ ეგრე აგიბავს და გაგიგზელებია მაგისნაირად ჩვენი ლაივი 25 წუთი გაგზელდა ერთხელ ინდოელთან იმიტომ რომ დაიკარგა ბაგებში სადღაც ზემოთ ავიდა და თან მე აქ ქონდა კამერა დაყენებული და გზაში მოდე ტელეფონი უბრალოდ ტელეფონი ქონა აი ქონა დამაგრებული ტელეფონი და მიდიოდა და თან მე ვკარნახევი right way left way I can understand შენ იყავი ნავიგატორი მეც ეგრე ვაკეთებ ხოლმე როცა ვხედავ რომ ისინი არიან ეგრევე გზაში რომ ინდურ კულტურაზე და პაკისტანის კონფლიქტთან მიმართებაში ვილაპარაკეთ რა და ვიკი ახლობლები გახდით ხო იმიტომ რომ ძალიან უჭირთ ხოლმე და ეს თან შენ მაგათ ენაზე და აქცენტზე რო აყვები არა მე მივდივარ ხოლმე და ვეკითხე მე გიждები პაკისტანზე და პაკისტანელ სუფებზე პაკისტანის სუფები არიან საოცარი ხალხი რა ანუ სუფიზმის რელიგიაც არის ისლამის ერთ-ერთი განხრაა და ანუ ეს სუფები არიან აი ძალიან მისტიური ხალხი და მთელი დინასტიებია პაკისტანში რომლებიც 600 წელი მაგალითად ერთი ოჯახი აკეთებს მუსიკას რა 80% ოჯახის წევრები ყველას აქსმენად მუსიკას არის გამონაკლისები რაღაცა ექიმობა უნდა თუ ისმენა არ აღმოაჩნდა მაგრამ უმეტესობას აქვს და 6 საუკუნე ეს ტიპები აკეთებენ სხვადასხვა ოჯახები არიან მაგალითად ძმები საბრი brothers ქვია საოცარი ხალხია YouTube-ზე აუცილებლად ნახეთ ჩვენ ქართულებს გვაქვს მაგის ახლა ინდური და ფოლკლორი და ზოგადად აღმოსავლური ფოლკლორი ჩვენთვის კიდე სხვანაირად არის ყურში რა ძალიან მუსიკალური ხალხი ვარ და კარგად აღვიქვი და აი ეგ ნუსრათ ფატეხ ალი ხან უსტად ფატეხ ალი ხან იცი რა არის პაკისტანური კერძები ძალიან კარგი არის და გიждები ინდურ სამზარეულოზე, პაკისტანურ სამზარეულოზე, თუნდაც შუა აზიაში აი მაგალითად ის უზბეკური ფლავი საოცრება, მაგის ყურებაც კი საოცრება და ხა ნამდვილი ის რო გასინჯო სიამონებით მაგალითად ჩავიდოდი და ეგ თონეში რო აცხობენ აი როგორც ღვეზელი ისე რო აკეთებენ, ეგეც საოცრება არის, ფაქტურად შემწვარი ხინკალივით არის და ძალიან გემრიელია. უზბეკური ფლავი თქვი, მაგათი თაფლი, საზამთრო ტკბილი პურები, ანუ აი ძალიან გემრიელია, ხო ხდები? ყველას რა და ჩინური მიყვარს, იტალიური მიყვარს, რა თქმა უნდა, ფრანგულიც მიყვარს. თუმცა ქართული გიყვარს ყველაზე მეტად, ხო? ხო. და რა არის გემოები ის რო არის მულტფილმი რატატუი ნანახი გაქვს. გახსოვს რატატუიში რო ექსპერტი შემოდის რა და უცებ ის რატატუის რო დაუმზადებს საჭმელს რატატუის და ეს რო ეს ექსპერტი რო ესე იგი 5 ვარსკვლავს რო არავის კი არა 3-ს რო ვერ დააწერინებ აი ესეთი ფრანგი ღოიდღოზე მე თითი it's not good quality აი ეგეთი ტიპი რომელიც დადის რესტორნებს აფასებს მოვა და გაუკეთებენ რატატუის და უცებ გაუნათდება თვალები. გაუნათდება და პატარავდება. და ბებიამისის ოთახში არის რა ვიზუალი ესე გაკეთებული რომ თითქოს დაპატარავდა და ამ გემოთი გადავიდა ბავშვობაში. მეც ეს შიფსი რო გავსინჯო ან მაგალითად ბებიაჩ შემიკეთებდა ხოლმე ჭინჭარს, კახეთში უყვართ ჭინჭარი, შემწვარი წიწაკა, ჭინჭარი, რასაც ბებიაჩ და ძეპურა გაჭირვების დროს. ამებს რო ჭამდი ახლა ეს რო შევჭამო ახლა. სუნებით, იმებით აი მართლა გადადიხარ. აი მართლა პორტალივით არის, აი მუსიკასაც აქ და კერძებსაც. ქართული კერძებიდან მე როგორც ვიცი, შენთვის ერთ-ერთი საყვარელი არის მწვადი, ხო? ყველაზე საყვარელი არის მწვადი. ხო. და აი რომელი ნაწილი უფრო გიყვარს? ნეკნი. ყველა პონჩი. რატო? ცხიმი უნდა გქონდე, გაიგე? ცხიმი თუ არა ჭლია, კი, არის, თაფლასუკიც კაია, კაცო ისიც, მაგრამ აი თვითონ ძვლის არომატიც უნდა იგზნობოდეს, წყალამით თუ აგაკეთებული ხო საერთოდ გიждები ეგეთზე. ნეკნი მიყვარს, იმიტომ რომ ცოტა ცხიმიც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ცხიმიანი როა მე ტყემალიც უხდები, მაგრამ ძალიან კარგი. ზოგადად წვაც ტყემალი არ უნდა ვამბობენ, მაგრამ ხო.
ეგეც ნუ გონიერ გააჩნია გემოვნების საკითხია. გემოვნების საკითხია, ხო? ჩემთვის წვადი და ხალხიც სრულიად საკმარისია ხო, მაგრამ მაინც მიყვარს. შოტიპური და ეგ არის, ყველა ხო და საყვარელია ჩემთვის. ჩემი პოდკასტიდან გამომდინარე, მადის აღზრდილი პოდკასტი რო ქვია, რა თქმა უნდა დავაგემოვნო მეც მწვადი შენთან ერთად. თუ შეიძლება რომ შემოგვიტანოთ, უკვე მოსულია. ხო და მომე გავინაწილოთ. ხო. ხო და აი მესმის პორცია ძმა. ნახე. ილო გდანში შეშელიძის 33-ში მწვადის სურნელმა თუ შემოგიღიტინა ცხვირში, უნდა მიხვდა გაიხედ გამოიხედო, რომ შეიძლება იდგე დიდ ტახტთან. სამწვადე არის ესეთი. ჯერ როგორი სახელწოდება? ხო, და თან როგორი რაღაც არის, იცი? აგინდა? პური? თან როგორი რაღაც არის, იცი? პატარა ფურგონი დგას და აი ეს ტახი არის ფიგურა დამზადებული და იქ აკეთებენ ამ მწვადს. ეს არის ნეკნის მწვადი. გამოგვიგზავნეს და ძალიან დიდი მადლობა და თან იცი რა მითხრეს? რომ ილოსო ძალიან დიდი ყოლთო, ძალიან გვიყვარს ეგ ადამიანიო, კარგი კაცი არისო და აქედან მოკითხვა და ძალიან დიდი მადლობა. დედა რა კარგია. აბა. აი ეს ნაჭრები მინდოდა ძმაო რა. ემატება შენ ბატონო. აბა მეც გავსინჯო. შენ მჭლე გიყვარს თუ აი ქონიანისაც? ანუ ქონი რა, ანუ დაბალანსებული რა. ანუ ხა მთლად ესე სალა ნამდვილად არავის არ უნდა ხა მწვაც რო ჭამს, მაგრამ ძვალსაც თავისი მუღამი აქვს და თავის გემოს აძლევს ხორცს და ასევე თხიმსაც თავისი მუღამი აქვს და თავის. ხოდაშორი შენ გაგიგეთ კერძი ხიწიწი. არა. ხიწიწი არის, ამასაც ბებია ჩემი კახელები აკეთებენ ხიწიწის. არის ქონი, მაგრამ პატარ-პატარა ქონები, რომელიც წვაო. და მე აი პურთან ერთად რაღაც არის უგემრიელესი რა. ძალიან პატარავდება და პატარა ტიპები არიან, მართლა ხიწიწივით არის. მე არ ვიცი ეს ვინ გააკეთა. მაგრამ პირველივე გემოზე იგრძნობა ნამდვილი მწვადის არომატი და მადლობა ამისათვის. აი ბოლია შიგნით. კაი გაგებით. შებოლილობა მოდის და ძალიან მაგარი. ძალიან დიდი მადლობა. მართლა მეც ძალიან მომეწონა და ეხლა ჩინურადაც რო შეაფასო შეგიძლია? 这个是张望色套，这碗这是中是这。 ბავშვობის გემოზე გადის შენთვის მწვადი? კახეთს მაგონებს ეგრევე, ღოლოიანს. ჩადიხარ ხოლმე? კავე დაღაჭა. ბოლოს ვიყავი დაახლოებით 2 წლის წინ. ანუ ხშირად ესე ვერ ჩადიხარ, მაგრამ მაინც როცა ახერხებ. არა, ხო ნათესავების სახლი მაქვს და იქაც ცოტა პრობლემაა დარჩენა და ანუ ცოტა გასაკეთებელია რა და ისე კი აი ღოლოიანი ერთი ადგილი დაღესტნის საზღვარზე. ჩვენი სოფელი არის ბოლო სოფელი კახეთში. მაგის მერე უკვე მოდის აი ტყე და ზემოთ ადიხარ და მთაადან ეს რაც დაღესტანთან საზღვარი ყოფს, ადიხარ იქამდე და სანამ დაღესტნის საზღვართან მიხვალ არის ეგეთი ადგილი ღოლოიანი არის. ქვედა ღოლოიანი არის ზედა ღოლოიანი. ზედა ღოლოიანი არის ფაქტურად რო ადიხარ ესე ტრიალი მინდორია. ჩემ დიდ პაპას მიხა პაპა რა. მიხა პაპას წყაროც კი არის ჩვენთან. ჩემი დიდ პაპას ის არის რა ქვია, ქოხი აქვს მან დაშენებული სახლი რა და დღემდე არის გესმის და ნუ ეხა ისე არ არის რომ თქვა იქ სტაბილურად იცხოვრო, მაგრამ ნუ საოცრება. იქ არის ოჯახები, რომლებმაც გააკეთეს სახლები და იქ ცხოვრობენ. ნუ აი რა გითხე ხა მან დრო იღვიძებ. მე და ჩემი მეუღლე შეყვარებულობის პერიოდში ვიყავით იქ კარვით. და აი ღამერო ტურების ხმა გესმის და იქ რომ მოდიან და აუ ძალიან მეშინია, მე არ მიყვარს ეგრე. საოცრება. საოცრება. იქ რო ადიხარ ერთი დიდი ნაწილი, სადაც არის სუთიხა. და ეს თიხა და ხედები მთელი კახეთი აი ეს ხელის გულზე ჩანს და ნუ რაღაც საოცრებაა რა და რა თქმა უნდა მეც მაგდებს ბავშვობაში და მახსენდება იქაური ერთი კიტესა ის იყო პაპა. ვინო ირო დალეო აი ქონა დატორო ანგელოზე ფეხები ჩაიბანო გაიგე მე მეტყოდა ხოლმე საოცარი კაცი იყო რა ჯერ მარტო რთველის პერიოდში რომ კახეთში ხარ აუ ეგ მაგარი ეს ხო მართლა ის სიმდიდრეა ნამდვილად ეს თათარა ის ამოვლება ის და პროცესი თვითონ შოთისპური ბავშვები ფეხში შველები დარბიან სილა ეს იყო ჩემი ბავშვობა იმ დროს ეხლა სამწუხაროდ ეგ რამთლად აღარ არის მაგრამ ან მან ორი მომენტია არც ეგრეა ერთი რო ეგრე აღარ არის, იმიტომ რომ სოფელი აღარ არის ისეთი როგორი სიცოცხლეც სავსეც იყო ადრე რა. ძალიან ბევრი თბილისში ჩამოვიდა, მაშინ ეგრე არ იყო ჩემ ბავშვობაში, ხა ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი იყო და 90-იანების დასაწყისიდან ამდენი ადამიანი სოფლიდან არ იყო წამოდა და დუღდა იქავრობა. ხა ღამე რო გაივლიდი ამ უბნებში, ყველა გარეთ ზოგი გოგოები თანსაცმით
ქალაქის ცენტრისკენ წავიდეთ. მე იმ დროსაც მომესწარი, როცა აი ეს გაჭირვების უშუქობის პერიოდი რო იყო. მიმინოში რო არის, ხო იცი? მორჩა კინო რო უკეთებს. აი ეგრე ვიყავით. ველოდებოდით ერთი სამი სოფელი უნდა მოეარა მანქანას და ყველა ჩერდებოდა ფირით შეიტანდნენ ზიტა და გიტას ნახავდნენ, მე ჩვენთან უნდა წამოსულიყო და ჩვენ აი ესე 2-3 საათით მოგდიოდა შუქი და კინოთეატრში ეგ უნდა გვენახა და ზიტა და გარეთ ვიდექით და გადაურეკ ერთი კინო წამოვიდა გზაშია და მოვიდოდა ეს რაღაცა უშველებელი მანქანა ფირს ჩამოიტანდნენ შევიდეთ უყურებდით ფილმს ისა და იცი როგორ დუღდა იქაური ცხოვრება ძალიან კარგია როცა ეგეთი მოგონებები გაქვს და ტკბილად გახსენდება იცი რამ ჰა? აუ, ძალიან მაგარია. რომ ძალიან რბილი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომ დიდი ტახი. ჩემგანაც იგივე კომპლიმენტები რაც ჩემთან დამამბარეს. აი, კი. ძალიან მაგარია, მართლა. ილო, იცი რამ თქვარი, დიეტაზე თუ ყოფილ ხარ როდესმე? აი, უგულავას დიეტაზე თუზე. არა. მოკლედ შეცდოში იყო ერთი პერსონაჟი, ეს ვაკელი ფილოსოფოსი რო იყო ბაჩო რა, კახა თოლორდა. ხო და მოკლედ ანისთან ვარ, აი ეს 3 თვეა თუ რაღაცა რაც ვიცნობ და რაღაცნაირად გინდა ეხლა რომ ადამიანს გაეპრაჭო. სადღაც თქვა რომ აი ძალიან გამხდარი ადამიანები, მისთვის ძალიან ესთეტიურია თუ რაღაცა ეგეთი რა, რაღაცა მომენტში ეს ახსენა და მე ჩავიბეჭდე და მე თქვი ეხლა მაშინთან იმ ხელა ღიბი მქონდა რატომღაც რა მაგ პერიოდში რომ ანის რო ხდებოდი ხოლმე აი ცოტა შორიდან ხვდები რა ხელებს რა და მე თქვი ეხლა რაღაცნაირად უნდა გავხდე მეთქი ვიფიქრე და ამას ვლაპარაკოდი და ამ ტიპს უთხარი რა და ეხლა იქაც ხო ფილოსოფოსია და ის არის ძალიან ანუ იქ ცოტა კომიკურ პერსონაჟს აკეთებს პრინციპში რა ამ რაღაცა ფსევდო ვაკელ ფილოსოფოს თუ რაღაცა მაგრამ ცხოვრებაში არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი და საინტერესო მოსაუბრე ანდახვეწილი ტიპი და ძალიან ჭკვიანი და მაგან მითხრა რომ აი ჩემი სამხრეთ კორეელი ინსტრუქტორი აი ეგეთი რაღაცა მქონდა რაღაცა დიეტა რა 3 დღე მხოლოდ მოხარშული ხორცი ეგ დიეტა იყო 9 დღიანი რა ეს ექსპრეს დიეტასავით ესე იგი 3 დღე მარტო უნდა ჭამა მოხარშული ხორცი გინდა ქათმის ან ძროხის ღორის რა თქმა უნდა არა ძროხის მოხარშული ხორცი და ან ქათმის მოხარშული ხორცი არანაირი მარილი არანაირი კანი და რაღაცები ესეთი თეთრი ხორცი და საქონლის ხორცი. და რა თქმა უნდა, ესე იგი რაღაცნაირების გარეშე რა. ქვია, თუ ოღონდ შეგეძლო ტყემალი რავი, რამდენიც გინდა, იმდენი მიგეყოლებინა რა. ოღონდ 3 დღე მარტო ამას ჭამდი. ჭამე რამდენიც გინდა, მაგრამ ჭამე მარტო ეს. ხო. ეგ იყო წესი 3 დღე მე უნდა ყოფილიყო, თანმიმდევრობის მნიშვნელობა არ აქვს რა, ეხლა მე რასაც ჩამოთვლი რა. 3 დღე მხოლოდ ციციბურა და 3 დღე უნდა აგერჩია ხილი ან ბოსტნეული. ხილს თუ აერჩიოდი, ბანანი არ უნდა გეჭამა ოღონდ რა. და ეს გავიარე და ის როგორ გავხდი. ხო და ჩემი ცოლის დაქალებში გაიცანი შენ ანი, ხო? აუ, ეგ მოყევი. არა? მანამდეც შეიძლება იცნობდი, მაგრამ მანდ არა, მანდ არ დაიწყო. არა? მოკლედ მე მუშაობდი ერთი პერიოდი ჯაკო FM-ი იყო, ეგეთი რადიო და ჯაკო FM-ში ქონდა რაღაცა რუბრიკა, ერთი თვე იყო თანაწამყვანი რა. ორი გოგო იყო წამყვანი და ერთი სტუმარი ყავდათ ხოლმე, ოღონ ესე ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ იქ მიდიოდი და მიყავდა. და ერთი თვე ვიყავი თანაწამყვანი და მათ ქონათ ეგეთი რუბრიკა, რომ რუსთაველი 15 არის, ისა რა ქვია. რუსთაველი 15 აქვს, 13 აქვს დამაგზავნა. ოღონდ 15. რუსთაველი 15 არის თეატრი და იმ თეატრში იყო ანი. და იქ იმ მსახიობები რაღაცა მოილაპარაკეს, რომ იქაური მსახიობები და მოსულიყვნენ და სხვადასხვა რუბრიკებში ну, უფრო ძირითადად რა თქმა უნდა ამ სფეროზე, სამსახიობო სფეროზე და რაღაც. და რომ მოვიდა ძალიან მომეწონა გესმის, რომ შემოვიდა თავიდანვე და ტელეფონში ვიყავი რა და რომ ავხედე გესმის, დავინახე და იმდენად მომეწონა, რომ ვერ გამოვხატე, ხა გამარჯვა, არ წესით ხა სხვებს მივესალმე, გამარჯვა როგორ ძანები მოვძანდი და მეთქი არ შემეტყოს მეთქი და ძალიან ძუნწად მივესალმე და მე კი მეუნებოდა რომ ვიფიქრე რომ რა უზდელია, ნორმალურად ვერ მესალმებათ რა. და მე ნუ აი მაკედან დაიწყო და მე რაღაცა 3-4 თვე თუ 5 არ მახსოვს ზუსტად რამდენი იყო, მაგრამ რამდენი თვეების მერე ერთი წლის თავზე თუ არ ვწდები დაახლოებით რაღაცა მიმოწერა და მე ხო უკვე რაღაცა დეითებში გადაიზარდა და დაქალებში უკვე ჩვენ ერთად ვიყავით რა მაშინ რომ იქ რო ვითამაშეთ შეყვარებული შაბოს რო შევუყვარდებდა ნინი აფთიაქის გოგო ეგ
მაქედან დაიწყო. შენთვის შენ ხო მსახიობი არ ხარ ესე პროფესიით? პროფესიით ვარ ფილოლოგი. ფილოლოგი და შენთვის ეს ჩემცოლის დაქალები იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პროექტი სამსახიობო მიმართულებით, ხო? იყო ესე და აი როგორი იყო მაგ დროს, როდესაც შემოგთავაზეს, აი მაგალითად როგორ მოირგე, აი რა შვებოდი რეპეტიციობდი ხოლმე შენთვის, რომ აი შაგუს როლში როგორ უნდა შესულიყავი, აი რა პროცესი ქონდა ეს და ანი როგორ გეხმარებოდა ამ სიტუაციებშიც, როდესაც უკვე ერთად თამაშობდით? მე რო დაქალებში თამაშობდი, მაშინ ანის ჯერ არ ვიცნობდი თავიდან პირველი ორი სეზონი. მე კი ბატონო, მეგონი მესამე სეზონიდან ანის ძალიან არ მოწონდა ჩემი ეკრანზე რო გამოჩდი რა. ჯერ ის რომ მსახიობი არ ვიყავი, მაგრამ კარგად რომ მეთამაშე არ იქნებოდა იმ ხელა პროტესტი, მაგრამ მართლა ძალიან ცუდი ვიყავი. აი პირველი სეზონ ნახევარი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ ძალიან გამოუცდელი ვიყავი. ეხლა ტელევიზიაში რაც არ უნდა ქონდეს ნამუშევარი, მაშინ 3-4 წელი უკვე ნამუშევარი ვიყავი. სხვა რამე, სხვა დინამიკაა რა. ანუ ეგრე არ არის, ხო? რომ ახან კამერებთან ისე ხარ თუ რაღაც არა, მაინც იცაბები, სხვა რითმია. მე უფრო ლაივში მუშაობას ვიყავი მიჩვეული ან ჩანაწერში, მაგრამ ესე რომ რაღაცნაირად რა სხვა არის, რა მოკლედ რა ჭირდება, პრაქტიკა ჭირდება, ესე რომ შეგაგდეს და გააკეთე ვერა. კასტინგზე როცა გალბატონმა ეკამ ჟავანაცემ დამირეკა რომ ანუ ფაქტურად ყველა როლს ამტკიცებდა ეკამ ჟავანაცე რა. კასტინგ მენეჯერი იყო და მან რომ დამიმბარა და რომ მივედი, ანუ იმდენად არ მომეწონა, თან რაღაცა მაშინ გაპარსული ვიყავი. კიდე უფრო და ძალიან ისეთი კოკროჭინა ბიჭი ვიყავ. მეთქი ეხა ეს რანაირად უნდა იყოს, მე ვთხარი ეხა ტიპი რომელმაც 90-იანი წლების პერიოდი გამოიერედა რაღაცა მგელი რა, ანუ ხო ხდები, ანუ ვოლკი ყოფილიყავი თუ რაღაცა და რაღაცა ანი არა, ან წვერი რაღაცა, მე მოუში წვერი. და მეთქი მანახე, ანუ კარგი იყო ძალიან და ეხა მე გძნობ რომ ძალიან ცუდი ის იყო რა ქვია კასტინგზე, ანუ ჩემი პირველი ისინი რა ტექსტები და ისინი. მე მეთქი არ მოწონს მეთქი, აბა მანახე მეთქი და არ განახებო რა და იმიტომ არ მანახებდა რომ მართლა არ ვარგოდა, მაგრამ მითხარ რომ აი დაგეხმარებით და დრო უნდა ყველაფერს და დაჟვიდება, დაღვინდება და ნუ მე კი ბატონო. მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდოდა საშხა დაინახეს შენი სახე და პერსონაჟი. მანამდე თავაზობდნენ სხვათა შორის, აი კაცი რომელიც ულაპარაკობს რომ გავაკეთე პროექტი, იქიდან დაახლოებით რამდენიმე თვეში ქეთი დევდარიანთან ვიყავი, მისული, არა მარტო ქეთი, მიშა, რა ბევრი იყო, მაშინ არ ვიცნობდი მათ და რომ მივედი, აი თავაზობდნენ იმას, რომ ცოტა შვილის როლი მეთამაშა სანამ ბახუდა ითამაშებდა და ნუ მან უთხარი რომ მეთქი აი ძალიან დიდი სიმპათიები, მაგრამ უბრალოდ მე არ მეთქი აი ბერ. ეხა არ ვარ, მეთქი მზად და დრო მჭირდება, რომ ცოტა რაღაცებში იმას ავქნა. აი თქვენ გააგრძელეთ და მე შეგხედავთ. ნუ ვერ შევალან მეთქი, იმიტომ რომ გზნობდი რომ ვერ შევძლებდი რა, მერეც კი არ ვიყავი და ისე მზად და ეხა მაშინ ხო საერთოდ. ხო და ნუ აი ეგ იყო და ნელ-ნელა შეგაჩვიეს. ani ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ ეხა ani ძალიან კრიტიკულია და ძალიან გულწრფელია საერთოდ რა, არა მარტო ჩემთან, მის მეგობრებთან, მაგრამ თუ რაღაც არ მოეწონება, გეტყვის რომ არ მოგწონს რა, ხო ხდები? ის კი არა რომ თქვა რაღაცა ენთუზიაზმით რა გითხრას, არც თვითონ არ ეხალისება მაგის თქმა, მაგრამ ძალიან ისეთი ძალიან ბუნებრივი და ისეთი ადამიანია და ძალიან უყვარს თავის მეგობრები და ფიქრობს რომ ყველაფერი უნდა უთხრა იმისათვის რომ განვითარებაში აი ტყულს ვერ გეტყვის. ამიტომ ჩემთან განსაკუთრებით კრიტიკული არის და მე ეს მომწონს რა და იმ პერიოდში რა თქმა უნდა ეხა მეხმარებოდა ხო, იმიტომ რომ მას ვეკითხებოდი რაღაცებს ან მე რომ ნახავ და მეტყოდა რომ აი აქ ეს რა იყო ეხა რაში ჭირთ ზედმეტი იყო ეხა ეს მოძრაობა ეს ის არის აქ რაღაცა თქვათ არ მჯერა ეხა რო გიყურებ აქ რასაც აკეთებ ხო ხდები ის კიდე სხვანაირად გსურს იმიტომ რომ გამოცდილება აქვს მსახიობია და ძალიან მაგარი მსახიობია რა ილო შაგუს როლში და შაგუს როლს გარეთ როგორი იყო აი როდესაც შაგუს დადიოდა შავი რაღაც მანქანებით და ბიზნესმენი მდიდარი და უცებ რო გამოდიხარ შეიძლება მართლა არ იყო ეხა ეგეთ თემებში თლაც შენი ბანკი არ ქონდეს ასე ვთქვათ აი როგორი სხვაობა იდეალური იქნებოდა შაგუს მაყუთი რომ მქონდეს და ჩემი ხასიათი. ხო? და ხედვები ცხოვრებაში რა. მაგრამ ალბათ ეგეთი ხედვები რომ აქვს, მაგიტომაც არ ვარ შაგუსავით და იმას რო აქვს ხანერი ხედვები, იმიტომ არის შაგუ. მაგრამ ხო, რამდენჯერ ყოფილა ეხა რომ იქ რაღაცა პორშედან გადმოდიხარ რაღაცა კი ფეიკია, მაგრამ როლექსით მე და ის რო იყო კიდე ვატიკანა რაღაცა გადმოდიხარ ყველაზე ისეთ სუში იმაში ზიხარ ხდები ეხა რა და რაღაცა ისა და მე უნდა მომორჩება სცენას რა ის გაიხადე ეგ შენი ტონი მონტანას ტანსაცმელი ადი იმაში რა ქვია გამოსაცვლელი ის რო არის ტექნიკა და ისინი დევს ნორმალურად და შარვალი უნდა ჩაიწვა გაიხადო გამოიწახე ტაქსი წაისახში მორშე შენი გლამური ძალიან საინტერესოა არა პროცესი თავისთავად ძალიან საინტერესო არის კი ბატონო რა უბრალოდ მაინც რა არის ეს სერიალი ძალიან სპეციფიური რამეა რა იმიტომ რომ მხატვრო ფილმში ხო მაგალითად გადადებთ რა რაღაცნაირად თავს და მართლა მიუძღვნით
ის 40 დღე იქნება თუ თუნდაც 60 დღე რა, ბოლომდე ეცდებით რომ მიუძღვნათ თქვენი თავი იმ ფილმს, მაგრამ როცა ეს წლები გრძელდება, თითქოს რაღაცნაირად ჩვენთან ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში ბევრი მიზეზების გამო, რა თქმა უნდა, ეხა ისე აღარ ხარ რა, რომ აი ყველა შენი ნათამაშები რო ისა მომენტი და შენი ნათქვამი სიტყვა ის განსაკუთრებული იყოს, რა ისე ითამაშე. იმიტომ რომ მოქმედებს იქ ფინანსური ნაწილი, იქ მე გიწევს კიდე სხვა რაღაცეებში იყო, იქ მე თვითონ ვინც ამ თქვა იღებს მასას თავისი კიდე ისა რითმი აქვს ის და ანუ მე როგორ ხარ იცი რომ ყველაფერზე რომ ეხა ყველა გადაღებაზე, ყველა სცენაზე რომ აი ჩაიციკლოთ რომ არა ის უნდა იყოს რა ზუსტად გვინდა თუ რაღაც კომპრომისებზე გიწევს წასვლა ხვდები, იმიტომ რომ ძალიან ის არის. იქ ლოკაციაში უნდა ჩაეტიო 10 საათამდე გაქვს, უნდა ჩაეტიო, ამიტომ რაღაც დათომაზე მიდიხარ და შეიძლება ისეთი დუბლი გაატარო, რომელიც სხვა დროს შეიძლება არ გაგეტარებინა. კაცი რომელიც ლაპარაკობს ამ პროექტის რიმეიქს გააკეთებდი? იცი რა არის? კაცი რომელიც ლაპარაკობს დვა ბავშვობაში რო იძახნა. 10 წლის შემდეგ შუა ქალაქში რო იყო. იცი რა შეიძლება, მაგრამ აქ ერთი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი რა. კაცი რომელიც ლაპარაკობს რომ გამოჩნდა იმას რომ თავი გამონებ დროს თუ რაღაც ფაქტორებს მთელი მუღამი იყო იმაში რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ეს ვინ არის. ანუ მე გამოვჩდი და სხვათა შორის იყვნენ ადამიანები რომლებიც ამბობდნენ რომ ეგონათ რომ ამერიკიდან მართლა ვიღაც მწერალი ვარ და სტენდაპების სახით ამას ვაკეთებ წინ მე და ეს წიგნი კაცი რომელიც ლაპარაკობს ანუ რაღაცა წიგნს ჰქონდა უბრალოდ ყდა გაკეთებული ჩემი ეს დამზადდა ეს ყდა. იმიტომ რომ ცოტამ თუ იცის, მაგრამ კაცი რომელიც ლაპარაკობს თავიდან იყო სატელევიზიო პროექტი, ისა პროექტი, რეკლამა იყო, რომელიც მაშინ YouTube-ში არ იყო და შესაბამისად მიდიოდა ტელევიზიაში. ტელევიზიაში და შინაარსი ის იყო, რომ ეს კაცი იბადება ბავშვი, რომელიც სულ ლაპარაკობს, მუცლიდანვე ლაპარაკობს, გამოდის ლაპარაკობს, სულ ლაპარაკობს მოკლედ რა და დაახლოებით 1 წუთი და 20 წუთი წამეგზელდებოდა ეს ვიდეო. სულ ლაპარაკობს და ნუ ამ ლაპარაკობს და გაიზრდება გესმის? ძალიან ბევრი ადამიანი მიატოვებს ამას, იმიტომ რომ ნუ შეაწუხა ხალხი თუ რაღაცა ეგეთი რა და მე დაიწყებს დალევას იმას ამას მეც მქონდა თან ეგ პრობლემები ცხოვრებაში და თითქოს აი რაც რეკლამაში ხდებოდა ის ხდებოდა ჩემსკენაც, იმიტომ რომ ეგ დეპრესიული ნაწილიც მქონდა შემცხოვრებაში გავლილი და უცებ სიუჟეტის მიხედვით ამ რეკლამაში ეს ტიპი რომ დაალევს და მეგობრები მიატოვებენ, მე დაძერს წიგნს კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს და ეს წიგნი გახდება ბესტსელერი და იწვევენ სტუდიებში და უცებ ძალიან პოპულარული ხდება რა. შემცხოვრებაშიც ეგრე მოხდა რა, რაღაცა დალევა ისა ესა გესმის და რაღაცა რეკლამაში რაც მოხდა ზუსტად იგივე მოხდა შემცხოვრებაში, ჩემთანაც ჰაიპი აიწია. 7 ტელევიზიამ დარეკა, ზოგი ბორდში მსვავდა საერთოდ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ ხარ ვიტყვი ბორდში ჩაქსვა, თქო, ოღონდ ჩვენთან მოდიოდი რა ის ბორდი ეხა. ხო და აი ეგ იყო, მაგრამ მეორე ნაწილი რომ გააკეთო უკვე ადამიანებმა იციან ეს. ჩვენ გავაკეთეთ კიდევაც ერთი ადრე ჯეუსელთან ერთად, გავაკეთეთ კაცი რომელიც ლაპარაკობს ორი ოღონდ როგორც იცი მოგზაურობა რა, ოღონდ კაცი რომელიც ლაპარაკობს მოგზაურობა და ეს ჩვენ ჩავდით საფრანგეთში ვიყავით, გერმანიაში ვიყავით, იტალიაში ვიყავით, იქ რაღაცა მასალა დავაგროვეთ და ნუ ესე დავდეთ რა, მაგრამ ის რაღაცა გარკვეულ აქციებს მსახურებოდა. კონკრეტულ რაღაცა პერიოდში იყო უბრალოდ. დიდი ხნის წინ, თან ძალიან დიდი ხნის წინ და მაგის მერე პრინციპში აღარც მიცია, იმიტომ რომ რა არის, ეცი კი გაკეთებადია ეგ და შეიძლება მაინც მაგას ფორმა მოენახოს და თამით უმეტეს ძალიან ბევრი რამე დაგროვდა. ხო, სათქმელის და სალაპარაკოც რა და მაშინ ეხა 3 დღეში 16 საათი ვლაპარაკი ხო რაღაცა. ხო და რეკორდია მე მგონი. ალბათ ხო ერთ-ერთი. და აი მანდ რა ქვია, იყო მთელი მუღამის რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ვიყავი და ეს რაღაცა მისტიურობაც და იმ დროისათვის თან ის როგორი პერიოდი იყო, რომ იუმორიც რაღაცა ერთი და იგივე იყო, სატელევიზიო ეს რაღაცა კომედიური ჟანრის ისინი სკეჩები და ისინი და ზოგი არც იყო ცუდი ახლა, მაგრამ ვიღაცეებისთვის, ახალგაზრდებისთვის და იმისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, როცა დაინახეს, რომ არსაიდან ვიღაცა ტიპი გაიჭდა, რომელსაც პაროდიებს აკეთებს, რაღაც კარგად ხადაობს, ის და მაშინ მართლა აი, რა ვიცი, ნუ აი Facebook-ს რო 2 დღის მერე რო დავსკროლე, რომ ნახე, რომ ყველა განმევა ეს ვინ არის, ეს ნახეთ, ეს ვინ არის, ეს ბიჭი ვინ არის. და ერთ დროს ერთ მომენტში უცებ პოპულარულმა გაიღვიძე რა და ერთ აი პირდაპირ მნიშვნელობით რა და ზაი ეგრევე ტელეფონი რაღაც მომენტში გავთიშე რა მე რა. მაგრამ იყო ეს შენი ბავშვობის სურვილი, ანაუდეს მეგდომებია რომ ესე ყოფილიყავი? კი, იცი რა არის, ანუ ნახე ბავშვობაში მე ვიყავი ძალიან რაღაცნაირი ბავშვი რა. მაგალითად ერთხელ მახსოვს, აი სიყვარული ყველას უნდა რო ხედს ფილმი. მამი და ჩემი ცხონებული ცისანა ბეროშვილი იყო ისა რა, სცენარის ავტორი. ხო და
ციცი ბეროშულს ვეძახდით ახლა ჩვენ შინაურები ციცის ვეძახდით ხოლმე და ციცის იყო ამ ძალიან ისეთი რაღაცნაირი მართლა დღემდე ბევრისთვის ძალიან საყვარელი სიყვარული ყველას უნდა სცენარისტი და იცნობდა ძალიან ბევრი ადამიანის კინოსტუდიაში რა და ერთხელ მახსოვს რომ წამიყვანე იმიტომ რომ მე ვაკეთებდი ძალიან ბევრი ადამიანის პაროდიას ბავშვობაში. აი ადრე რამდენს ვაკეთე. ეხა იმდეს კიდე არა, იმიტომ რომ როიზდები კიდე რაღაც სხვა ამბა მაშინ ვიყავი, ეხა ტელეფონებია ეს, მაშინ სად იყო ეს? მაშინ თავიდან ბოლომდე აკვირდებოდი ადამიანებს, რასაც ქვია, ის სწავლობდი, იწოვდი ყველაფერს და ყველა მეზობლის პაროდიას ვაკეთებდი, ყველა პოლიტიკოსის პაროდიას ვაკეთებდი, ჩელენტანო, ტოტო კუტუნიო და ვიღაც გორბაჩოვი, შევარდნაძე, რა, ვინც კი იყო ჩვენი მეზობელი, ჩემი ფეხბურთელი გუნდელები, ვინ როგორ ლაპარაკობდა, ვინ როგორ თამაშობდა, ეს უკვე მერე და ძალიან ბავშვობაშიც ვიყავი როგორც და უკომპლექსო ძალიან პატარა რო ვიყავი, იმიტომ რომ თქვა აი მიდი აბა გააკეთე და აი მეც ეგრევე ვაკეთე. წამიყვანა ციციმ და მიმიყვანა კინოსტუდიაში. ეხა იგი ყრენ გიგა ლორდ კიპანიძე, რა ქვია იმას სპირალში რო ლევან უჩანეიშვილი და კახი კავსაძეგივი ბერიკაშვილი და ესენი ერთ ოთახში იყვნენ რა, იქ რაღაც სიგარეტს ეწევიან, გამოვიდა მე რაღაც იქ ვარ და ძალიან ისეთი ხალხია და უცე შევედი მახსოვს ხა ძალიან პატ მაშინ რამდენი წლის ვიყავი აი 7-8 შეიძლება 9 მაქსიმუმ თუ რაღაცა და ხო რა ესე 7 ძალიან პატარა ვიყავი მე ხომ რა პატარა ვიყავი და ეს მახსოვს რომ მაშინ ამიყვანა რა მგონი ლევან უჩანიშვილმა ამიყვანა და ეს რაღაცებს მეუნებოდა რომ მე რა საყვარელი ბავშვი იმიტომ რომ შევარდნაძეს ვაკეთებდი რომ არ შეიძლება ასე არ შეიძლება ქვეყანა ეს არ არის ის და რაღაცებს ვაკეთებ და ეხლა პატარა ბავშვისგან მაზალოა რა ეხლა რა ხო წარმოგიდგენია რომ პატარა ბავშვი ადგილდა ასე რო ლაპარაკობს და შევარდნაძეს აკეთებს და იქ რაღაც ლაშანტე მოკლედ ძალიან ბევრი იცინეს ბევრი ხალისეს და ცოცხალი ტიპი ვიყავი საყვარელი ბავშვი ვიყავი ძალიან თან და ხო რა და მაშინ მომიდგურეს რომ ვათამაშოთო თუ რაღაცა და ამიტომ ბავშვობიდან ეს მოდიოდა რა მოდიოდა კონდა შინაგან და ამისკენ მისწრაფოდი რაღაცნაირად შენ უფრო სტენდაფერი ტიპი ხარ და უფრო აი იმპროვიზაცია ესეთი რაღაცები მოგწონს აი რამე რო დაწერო და რაღაცა უფრო ეგეთი ტიპი არ მგონი ხარ აი უფრო ეგრევე რომ მოიფიქრო რაღაც მოქმედება გააკეთო და ამ მიმართულებით ხო არ ფიქრობ რომ აი რაღაცა დაიწყო თქვა შენი სტენდაფი თან ხა ამბასადორში რო იყავი ეს შენი ილოს პოდკასტი დაიხურა ხო მე მგონი დაი აპირე განვაახლო კი ცალკე რო გააკეთო შენი პოდკასტი ხო ჩემი ჩენელი რო იყოს თვითონ YouTube ჩენელი და ჩემი პოდკასტი ეხლა და მე ვნახოთ ეხლა ვინ იქნება სპონსორი ერთი ეგ და სტენდაპს რაც შეეხება და იმპროვიზაციას ხო იმპროვიზაცია მიყვარს მაგიტომ მიყვარს ლაივში ყოფნა მაგალითად ტელევიზიაში ძალიან მიყვარს და ლაივი იმიტომ რომ ყველაფერი ცოცხალია რომ შეგეშალოს მე შეიძლება მაგაზე იღადაო ხო ხდები მინუსიდან პლუს გამოიყვან და რაღაც ცოცხალი პროცესია რა ეგ ძალიან მიყვარს გარდა მაგისა კიდე აგერ კაცი რომელიც ვლაპარაკობს იყო ბევრს ეგონა რომ ეს იყო სცენარი რა დაწერილი ვიღაცებს რა და არანაირი სცენარი არ იყო ბრო მართლა ეს იყო რაც კი რამე დაგროვილი მქონდა არაფერი რა 1000-ჯერ მაგ ნათქვამი 20 კვადრატულში თუ რაღაცაში ვიყავით წინ ერთი კამერა იყო და მე მეტი არაფერი და რაც კი რამე დაგროვებული მქონდა ფორმატი არ იყო რამდენიც გინდა ელაპარაკე და ვილაპარაკე რა 600 ლარი მაგ პროექტში აღებული სხვათა შორის ჩემი ფანები რავი ხო ძალიან ბიჭო რა არის იცი თან დროც ისეთია რომ რაღაცნაირად ადამიანისგან როცა მოდის ხარდაჭერა და გეუბნება რომ აი როგორ მიხარ მე რა კარგია ესა და რაღაც კომპლიმენტებს რო იღებ რა შეიძლება ბევრმა იფიქროს რომ ჩვენ პოზიციაში მყოფი ადამიანები თქვა და მსახიობები ისინი ისე შეჩვეულები არიან და ღიზიანდებიან რა თქმა უნდა ჩვენც ადამიანები ვარ შეიძლება რაღაცა მე ვიყო ნერვებზე და რაღაცა მეც არ მესიამნოს ვიღაცამ გამაღიზიანოს მაგალითად როცა მოვდივარ და აქეთ ერთი ბავშვი იქით მეორე ბავშვი და რომ მოგვარდებიან აი ფოტო და რაღაცა ერთი წამით დავსვა ბავშვები მოდი გადავიღოთ და ამ დროს ისი რო გეჩქარება კარგი ხარ ის არ გაიქცეს მოიცეს წამ მოვიყვან და მე გადავიღოთ მაგრამ ძალიან დიდ ძალას გაცლობს მაინც ის რომ ადამიანები პატივს გცემენ. აი ხა დღეს მაგალითად ტაქსში ვიჯექი და ბაღი და რო ბავშვები მოვიყვანე, მე თქვი აი ფულს ვატვდი და არა და აი როგორი გაბადრული სახით მეუნება იცი, მანდ იმაზეც არ იყო რომ ფული არა. ძალიან გაბადრული და რაც მე შენზე მიცინია თუ რაღაცა და ხო ხტები ანუ იმ ხელა პოზიტივი წარმოვიდა იმ ხელა რაღაცა რომ მე ფიქრობ გესმის რომ აი რაღაცა ვიღაცისთვის მართლა აი ეს რაღაც მძიმე ფონის დროსაც კი რაღაცა მიმიცია ბიძგი რომ ვთქვათ აი ახლა აი მან საპატივი თუ რაღაცა მართვის მოწმობა გააქვს? არა? აუცილებლად. მართლა? ვაიმე არ მჯერა. რანაირა და იქ შაგუს როლში მამაჩემაც არ იცოდა მოგიყვე მაგას. მამაჩემაც არ იცის. მე მგონი პაპაჩემაც არ იცოდა და არ გაინტერესებს ოჯახობა? არ ვიცი, მანამდე კიდე ცხენები იყო. ხო და არა იცი რა არის აი რაღაცა ისე მოხდა რომ ეხა ვაპირებ სხვათა შორის სრული არ ქონია რა
არა, სურვილი მქონია, მაგრამ აი რომ ვერ მიხვალ. რომ ნახე მე ერთი ორჯერ ქუჩაში რაც ხდება რა და აი მძღოლი რო უნდა იყოს თუ რაღაცა და აი ჩემი ამბავი რო ვიცი, აი რაღაც თან ემოციური ტიპი ვარ იქ რა, აი და აი მექნება თავში ქაოსი რა, ამ საცობების დროს, სიარულის დროს იქ რაღაცა არ დაგითმო იქ რაღაცა, აი ბიჭო იქ შეგაგ, აუ მეთქი, აი უკან ზიხარ, მაგრამ იცი რა არის, ტაქსები გწეწავენ, ტრანსპორტით ყოველთვის ვერ ახერხ, როცა მაქვს საშუალება ტრანსპორტით ვარ, რა თქმა უნდა ტრანსპორტით დავდივარ რა. მაგრამ ბაგებიდან რთულია. ხო. გესმის, იმიტომ რომ რაღაცას 20 წუთი შეიძლება ელოდოს იმას რაც შენ ზუსტად გინდა. აქედან გამომდინარე, ხო რა და ისე რომ რამე შეიძლება პრაქტიკულია ოჯახის პონჩის პრაქტიკულია რაღაც ისეთი მანქანა რომ ჩასვი და წახვედით სადღაც რავი ნებისმიერ დროს და აუცილებელია და მინდა რომ ვისწავლოთ თან ჩემ შვილებს უნდათ რომ მე დავსო ხოლმე საჭეზე და მომიწევს. ბოლოს გვაქვს ბლიც კითხვები ფიზისგან. ხინკალი თუ შაურმა? ხინკალი. აზიური თუ ევროპული კერძები? აზიური თუ ევროპული? აზიური. ცხარე თუ ტკბილი? ცხარე. ღვინო თუ ლიმონადი? ღვინო. და ჩვეულებრივი ლიმონადი თუ ფიზის მიერ დამზადებული ლიმონადი? ჩვეულებრივი ლიმონადი ეს მირჩევნია. კარგი, ილო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ და დროებით. შევხვდებით ძალიან მალე კიდევ დიდი იმედი მაქვს. გემშვიდობებით. ეს იყო მადის აღზრდელი პოდკასტი. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, ასევე მომწერეთ ვინ გსურთ რომ შემდეგ ეპიზოდში იხილოთ და მომავალ შეხვედრამდე.